ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის ლიზა გრანიკის ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა. ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიას და კულტურას. Georgia wines are changing every single year. ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმოებელთან ჩანს. მათ აქვს სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიო დონის მაღალი ხარისხის ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული. ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს. მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ამერიკაში. ზოგადად ეს ამერიკის ბაზარი, საკმაოდ რთული ბაზარი, იმიტომ რომ ამერიკელი მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ და ქართული ღვინის ცნობადობა ჯერ ისეთი მაღალი ამერიკის ბაზარზე სამწუხაროდ არ არის. თუმცა ყოველწლიურად იზრდება და სწორედ ესეთი ვიზიტების, პროფესიონალების ვიზიტების და იმ ურთიერთობის და მუშაობის შედეგად, რასაც ვახორციელებთ ამ ბაზარზე. ეხლა ჩამოსულია პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც ადგილზე კახეთს ეცნობიან, კახეთში სინჯავენ ღვინოებს, კახეთში ნახულობენ ღვინის წარმოებას.